მოდით ამ ვიდეოში ვნახოთ, როგორ შეგვიძლია პროფილის ოპტიმიზირება იმისთვის, რომ Upwork-ი საძიებო სისტემაში მან უფრო მაღლა აიწიოს. ამ შემთხვევაში მოდით მოვძებნოთ Laravel developer-ი, ანუ keyword-ი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე, მაგალითად Adobe Illustrator-ი, web developer-ი, ანუ ნებისმიერი სხვა თქვენთვის ასურველი. მოვნიშნოთ საქართველო და მე ვარ სამუშაოებში, უნდა ვიყო ტალანტებში. მოვძებნოთ ტალანტები. საქართველოს ვირჩევ, იმიტომ რომ საქართველოს მასშტაბით ჩვენი თავის პოვნა გაცილებით უფრო მარტივია, რადგან სია უფრო პატარა არის. თუ თქვენი თავი პირველ გვერდზე არ ჩანს, გადადით სხვა გვერდებზე, სანამ არ იპოვით. ამ შემთხვევაში მე ვარ პირველი გვერდის მეოთხე კანდიდატი, მეოთხე ფრილანსერი. აგერ ვარ მე და მიზანი არის, რომ ავიწიო პირველ ადგილას, რომ უფრო შესამჩნევი ვიყო კლიენტებისთვის. გადავიდეთ ჩვენს პროფილში. და ამ ეტაპზე მე გადავწყვიტე, რომ employment history-ში შემიძლია ჩავამატო keyword-ი, რომელიც არ მაქვს, ეს არის Laravel developer-ი. დავამატოთ კომპანია, სადაც მუშაობდით Laravel developer-ად. ეს კომპანიის დასახელებაა, სადაც მე ვმუშაობდი. კომპანია იყო UK-ში, მაგრამ მე ვმუშაობდი თბილისიდან, ამიტომ ჩავწერ თბილისი, ჯორჯია. სათაური ის keyword-ი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ავირჩიოთ თვე, წელი. ამ ეტაპზე არ მუშაობ ამ კომპანიაში. ამიტომ ნოემბერი 2024 წელი, როდესაც დავასრულეთ და მაქვს მომზადებული ტექსტი, რომელიც არის სტანდარტული რაღაც სამუშაო ტექსტი Laravel-ის დეველოპერისთვის, რომ მუშაობდი software as a service MVP-ზე, Laravel-ის გამოყენებით, ვახდენდი კოლაბორაციას shareholder-ებთან და ასე შემდეგ. შევინახოთ. დაახლოებით 24 საათზე მეტი გავიდა და მოდი შევამოწმოთ რეზულტატი. მე უკვე შევამოწმე, პირველ ადგილზე ჯერ არ გადავსულ ვარ, გადავინაცვლე მესამე ადგილზე და აი პირველი, მეორე, მესამე და გავაკეთე კიდევ ერთი ჩასწორება, რადგანაც მესამე ადგილს ჯერჯერობით ვერ გავწდი. რომელსაც ახლავე განახებთ, იგივე employment history-ში, რომელიც ჩვენ დავამატეთ ბოლოს Laravel developer-ისთვის, მე დავამატე ტექსტის დასაწყისში as a Laravel developer. My responsibilities were და ასე შემდეგ. ანუ კიდევ ერთი keyword-ი დავამატე. რამდენიმე საათი გავიდა და მოდით ვნახოთ რეზულტატი. დაახლოებით 12 საათი გავიდა, მოვძებნოთ ტალანტები Laravel developer keyword-ის გამოყენებით. მოდი ჯერ ვცადოთ Laravel-ი, ვნახოთ რა შედეგი გვექნება. ავირჩიოთ საქართველო და აგერ აქ უკვე პირველ ადგილას ვარ. გადმოვინაცვლე მეოთხე ადგილიდან პირველ ადგილას და თუ შევამჩნევთ მიწერია 2 რელევანტური სამუშაო მაქვს შესრულებული. ზოგს უწერია 14, აგერ უწერია 3, ანუ ჩემზე მეტი აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ პროფილი უფრო ოპტიმიზირებული მაქვს, მაგ keyword-ისთვის, ჩემმა პროფილმა აიწია უფრო მაღლა. ეხლა მოდით ვნახოთ, როგორ ჩანს ეს კლიენტის მხარეს. გადავედით კლიენტის მხარეს, ავირჩიოთ ტალანტი, დავწეროთ Laravel developer-ი და ვნახოთ რეზულტატი. ავირჩიოთ საქართველო, იმისთვის რომ უფრო მარტივად მოვძებნოთ ჩვენი თავი. აგერ აქაც პირველ ადგილას ვარ, ანუ ეს არის გვერდი, რომლის მიხედვითაც კლიენტი ეძებს ფრილანსერებს და ინვაიტს აკეთებს. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ ჩანს Laravel-ისთვის და არა Laravel developer-ისთვის. თავიდან უნდა ავირჩიოთ საქართველო. აქ ვარ მეორე ადგილას და თუ შეამჩნევთ პირველი ადგილი არის დაბუსტული. და ვარ მეორე ადგილას, თუმცა მესამე ადგილიც არის დაბუსტული, მაგრამ მესამე დაბუსტულს ვჯობნი search-ის რეზულტატში, რადგანაც პროფილი უფრო ოპტიმიზირებული მაქვს. და Laravel developer-ის შემთხვევაში დაბუსტული აქ არც ერთი არ არის. და ნუ პირველ ადგილას ვარ შესაბამისად. მას შემდეგ რაც გადახვალთ პირველ ადგილას საქართველოსთვის,
შემდეგ მოხსენით საქართველოს ფილტრი, დაადეთ რამე სხვა ფილტრი, რომლისთვისაც სია უფრო გაიზრდება, თუმცა თქვენი თავის პოვნა შესაძლებელი იქნება და შემდეგ დაიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ max სიახში აღმოჩნდეთ პირველ ადგილას და ასე იტერაციით ეცადეთ, რომ აღმოჩნდეთ როგორც მინიმუმ პირველ გვერდზე გლობალური ძებნისთვის ფილტრის გარეშე. და ეს მისცემს თქვენ პროფილს ძალიან დიდ წარმატებას იმ მხრივ, რომ კლიენტები, როდესაც ძებნას დაიწყებენ მაგ keyword-ით, ჯერ თქვენ დაგინახავენ და შემდეგ სხვა კანდიდატებს. და არის დიდი შანსი, რომ პირდაპირ თქვენ მოგიწვიონ სამუშაოზე.